პანდორას ყუთი, დღევანდელი ჩვენი ფრაზა. წინა ვიდეოში მე თქვენ გიამბეთ პრომეთეზე, იმის შესახებ თუ როგორ მოსტაცა პრომეთემ ზევსს ცეცხლი ოლიმპოსიდან, ჩამოუტანა ადამიანებს, რა დღის შემდეგაც დაიწყო კაცობრიობის ცივილიზაცია და პროგრესი. ამ ამბის გამო, ამ ცეცხლის მოპარვის თუ ქურდობის გამო, ზევსმა პრომეთე დასაჯა. ვისაც არ გაქვთ ნანახი წინა ვიდეო, მე გირჩევთ ნახოთ, იმიტომ რომ იქ დაწვრილებით ყვები ამის შესახებ და სწორედ აი იმ ამბის გაგრძელებას ვაპირებ დღეს. მოკლედ, პრომეთე დასჯილია, თუმცა ზევსი ვერ მშვიდდება. ხედავს როგორ ძლიერდებიან ადამიანები, რაც მას საშინლად არ მოსწონს და გადაწყვეტს ადამიანებზეც იძიოს შური. ჩვენ ვიცით, რომ ზევსი არის მეხთამტყორცნელი, მას თავისუფლად შეეძლო ზეციდან დაეშინა ადამიანებისთვის მეხი ამოებუგა და ამოეწვა ისინი, თუმცა უფრო დახვეწილ ფორმას არჩევს შურისძიების. და რაში მდგომარეობდა ახლა ეს შურისძიება? ჰეფესტოს დაავალა, გამოეძერწა ქალი თიხისგან და ყველა ღმერთმა ამ ქალს თავისი უნარი დაანათლა, დაასაჩუქრა თავისი უნარით. აფროდიტემ სილამაზე, მომხიბვლელობა, ათენამ სიბრძნე, ხელსაქმე, ჰერმესმა ეშმაკობა და ცნობის მოყვარეობა და ამ ქალს დაერქვა პანდორა, ანუ ყველა ღმერთისგან დასაჩუქრებული. გადაეცა პანდორას თიხის ჭურჭელი, დიახ, ეს თავიდან ყუთი არ იყო, ეს იყო თიხის ჭურჭელი, ასეა მოხსენიებული პირველ მითებში, პირველ წყაროებში. შემდეგ უკვე რენესანსის პერიოდში არასწორად ითარგმნა და ყუთი დაერქვა და დღემდე პანდორას ყუთის დასახელებით ვხმარობთ ჩვენ. მკაცრად გააფრთხილეს პანდორა, არასდროს გახსნა ეს ჭურჭელიო. აი სწორედ ესეთი ყოველმხრივ ყველა ღმერთისგან დასაჩუქრებული პანდორა თავის თიხის ჭურჭლით ჩამოსვეს დედამიწაზე და მიჰგვარეს ეპიმეთეს. და ვინ არის ახლა ეს ეპიმეთე? ჩვენ ვიცით ვინ არის პრომეთე, ხო უკვე? პრომეთეოს, ტიტანი, წინდა ხედული, წინასწარ მოფიქრალი და ყავს ახლა ეს ეპიმეთე, მისი ძმა. სრულიად საპირისპირო პიროვნება. ადამიანი, რომელიც ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. ანუ უყურეთ, პრომეთეოს და ეპიმეთეოს. პრო და ეპი ჩვენ შემდეგ პროლოგშიც და ეპილოგშიც ვიცით, ხო? ანუ წინა სიტყვაობა და ბოლო სიტყვაობა, შესავალი და დასკვნა. აი სწორედ ესეთი ამბავი გვაქვს აქაც ამ ძმებს შორის, ერთმანეთის საპირისპირო ადამიანები, პრომეთე და ეპიმეთე. და მიუხედავად იმისა, რომ პრომეთესგან გაფრთხილებული იყო ძმა ეპიმეთე, რომ ზევსისგან არანაირი საჩუქარი არ მიიღო, მიუხედავად ამისა, რომ შეხედა პანდორას, ისე მოეწონა, მოიხიბლა, აფროდიტასგან იყო, ხო, დაჯილდოვებული სილამაზით და მომხიბვლელობით და რატომღაც რო არ მოსწონებოდა ახლა ეპიმეთეს. შეუყვარდა და ცოლად შეირთო. და ცხოვრობდნენ ერთი ოჯახი, იდგა ეს ქილა თავისთვის და ეს ცნობის მოყვარეობა ქალს ყოველთვის სტანჯავდა. გაფრთხილება და აკრძალვა, რომ არასდროს გახსნა, ჩვენ ხო ვიცით, როგორ მოქმედებს საერთოდ უარყოფითად და ამ ქალსაც ყოველთვის კლავდა ეს ცნობის მოყვარეობა და აინტერესებდა შიგ რა არის ამ ქილაში, ისეთი რომ აი ესე მკაცრად გააფრთხილეს არასდროს გახსნაო. და ერთ მშვენიერ დღესაც ქილას თავი ახადა. ახადა და იქიდან ამოცვივდა უბედურება ყველანაირი, თუ კი რამე დედამიწის ზურგზე არსებობდა. შიმშილი, ტკივილი, სიღატაკე, გაჭირვება, ყველაფერი ის, რაც ადამიანს ტანჯავს და ცხოვრებას უბედურს უხდის. შეშინებულმა ქილას თავი დაახურა ეგრევე, მაგრამ რაღაც იზავდა. ვერაფერი ვეღარ ქნა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დატრიალდა, დაბზრიალდა ჰაერში
და აქეთ იქით მიმოიფანტა და გაფრინდა. კილაში ფსკერზე დარჩა მხოლოდ ერთი რამ და ეს იყო იმედი. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა იმედი ბოლოს კვდება, იმედი ბოლოს კვტოვებს, იმედია რაც ბოლოს რჩება, ფსკერზე რჩება იმედი, როგორც უკანასკნელი და საბოლოო ნუგეში. მაგრამ ზოგ შემთხვევაში მე ვფიქრობ იმედი მხოლოდ ილუზია, რომელიც ტანჯვას ახანგრძლივებს. ეს ჩემი პირადი აზრია. და რა მოხდა პანდორას ყუთის გახსნის შემდეგ? მიმოიფანტა ყველა უბედურება დედამიწაზე, დაისადგურა ადამიანებს შორის და უცებ ადამიანები ამ ბედნიერი ცხოვრებიდან პრობლემებით, უბედურებით, ტკივილით, სიკვდილით, ავადმყოფობით და ტანჯვით ახსავსე სამყაროში აღმოჩნდნენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი იყო. რაც შეეხება ჩვენს ფრაზას, პანდორას ყუთი გახსნილია, პანდორას ყუთს თავი ახადეს. რა დროს ხმარობთ? როდესაც რაღაც ქცევა გამოიწვევს არასასურველ, გაუთვალისწინებელ შედეგებს, მოიტანს პრობლემებს, უბედურებას, რაღაც ქცევა და ამ ქცევას შლეიფივით მოჰყვება უკან თანმდევი უბედურებები. ამ დროს ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაცამ პანდორას ყუთს თავი ახადა. დღეს აქ დაგემშვიდობებით, საკმარისად გიამბეთ და მე მგონი არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რა დროს უნდა ვიხმაროთ ეს ფრაზა, დაგემშვიდობებით, მომავალ ფრაზამდე.